ვა, თამუნა. ვა, თათული. როგორ ახარ? ძალიან კარგად, შეხო კარგად. კი, სად არიან ბიჭები, რასაკეთებ? ბიჭები ალბათ მალე მოვლენ. აი შეხედე ნაძვისხი ავაწყო, ოღონდ რა ხდება, იცი? ეს წითელი, ლურჯი, აი ოქროსფერი სათამაშოები უკან მინდა რომ გადავაწყო. და რატო აწყობ? ხო იყო აწყობილი. ნუცამ ხო აწყო. მისმინე წითელი, ლურჯი და ესეთი მოწყობილობა იყო 2024 წელს და ახლა 2025 წელი მოდის. შენ გინაცვალე. რა შუაშია ეხლა ეგ? რა შუაშია თათული? აი შეხედე ადრე 2024 წელი იყო წვანე ხის დრაკონის წელიწადი. ხო, ალბათ არ ვიცი. ახლა მომისმინე კარგად დაიმახსოვრე, მოდის 2025 წელი წვანე ხის გველის წელი. აი მე გველი არ გამაგონო. გველები მძულს. რატო მძულს? საერთოდ არ მძულს გველი. ძალიან უწყინარია, ძალიან საყვარელია. შენ გეშინია გველი? იცი რა, აი არ მსიამოვნებ. არა, იცი რა, მე გეტყვი, ადრე სკოლაში მოკლედ გადავწყვიტეთ რომ კუსტბაზე წავსულიყავით აი ახლა მოიცადე კუსტბაზე წავედით კლასელები მოდი ეს დაამაგრე ხო და იქ იყო პატარა გველები მე როგორ საყვარლად ყვები ამ პატარა გველებზე იმიტომ რომ არ მეშინია ესე ჩემა კლასელებმა ხელში ესე ეჭირათ და მეც ცივი იყო ამბობენ რომ ძალიან ცივია არ შემშინებ აი არ შემეშინდა საერთოდ და შენ რისი შეგეშინდება შენ რისი შეგეშინდება გაჩერდი დამიჯერე მე შენ გველს მოეფერები შენს აღარ შეგეშინდება ხო და ეხლა საიდანსა წავედი თათულიკო და ხო დრაკონი გველი როგორი ტიპი აი ტიპი დავარქვათ რა საყვარელი მოიშინაურო და ხო და არ უყვარს ასეთი აი მჭახე ბრჭყვიალა აი წყინავი გეთანხმები, მაგრამ გველის მოშინაურება არ გინდოდეს. ნუ რა ვიცი მაინც ნუ მოიშინაურებ გველს, არ გინდა, არ გინდა. ამაში ნატურები ჩამოვხსნათ, იმიტომ რომ გველს არ უყვარს არ გადმოვარდეთ. და ციკციკი და რაღაცები. მოდი, აბა ეს ჩამოვხსნათ. არ უყვარს. ვაიმე, კარგი. უყვარს და კიდე რომ ჩამოვხსნათ, მოვტრიტოთ, მოხსნათ. აი ესე, მოდი, კარგი იყოს და მე ვეტყვი ნუცას და ნუცას ჩამოვახსნებინებ ამ ყველაფერს. ეგარი ასე სად არიან ახლა ეს ბიჭები არ ვიცი სად არიან ამდენი ხანი ეთყობა მოდი აი ნახე ესეც ყველაფერი შეხედე მზად არის ჩურჩხელები ტკბილეული ხილი ღვინო მოდით ბიჭებო მოდით მოდი ნაძვის ხე მოდი გოგა ნახე როგორი ნაძვის ხე გვაქვს არა ბებერი კაი რა ის სად არის ვერ მომყვება აღმარჩი დაიღალა შენ გამოიქეცი არა მოდი ოთარ მოდი ჩემო საყვარელო მოდი სად გეჩქარება კაც ვამომვარდა გული აი ოთარ გარბის არ ვინ მოსდევს გაგისინჯო ვინ მოსდევს ოთარიკო მოდი და მორბენალის 2024 ხომ აქ მორბენალის ფულს კი რა ქენი შენ გოჭი რო გასწავლე მე შეუკვეთე ის გოჭი შეუკვეთე იფთა რა გოჭი შეუკვეთე ოთარიკო მოდი აი ზემოთ სულ სათამაშო ხო იცი რა სულ სათამაშო სულ ზემოთ რომელი სულ სათამაშო შენ მაღალი ბიჭი ხარ სიმპათიური ახმახი და აი სათამაშო გული ჩამოხსენი გული ნელა კიდას კამი მოხსეს კამზე დადება აჰა, რაიხო, რა ისტერიკაში ნაძვისხეს შლით უკვე, ხო? არა, კი არ შლით, ვაწყობ, გადაწყობის პროცესშია. ეხლა მოდის წვანე ხის გველის წელიწადი 2020. როგორი გველის? წვანე ხის გველი. ხე არის მწვანე და გველი მასზე თუ ხეზე მწვანე გელი? და არა მწვანე გველის ხის კი რა, წვანე ხის გველის. ხის მწვანე გველი? კარგი გველი. გველი მწვანეა? ყავისფერი, ჭრელი, ლამაზი. თუ მწვანე ხეზე დაძვრება. ერთათული დამიჯერეთ, ამოვიკითხე ხან. ანუ შენ ახლა გველი ხარ მწვანე? ჩათვალე რომ ვარ. არა, მე ვინც არ უნდა ვიყო, მაინც ხო გიყვარ ვარ. რა თქმა უნდა, ბძენი ქალი ხარ. დრაკონი ვიქნები. ცივი კი ხარ, გაყინული გველი. შენ გელოდები ბიჭო. მოკლედ ეს გავამზადეთ. მიხდი ხა ოთა რა არის გველი? აი ეს. თამუნა. აჰა, კარგი, ჩემი წელი მოდის. მოდი გველი გამაგებინე გველი არის რა არის გველი და ხო კუდი რა უბრთო გახსოვთ ჩვენთან რო იყო სერიალში უბრთო და უფეხო ხო უბრთო და უფეხო დრაკონი გველი უბრთო და უფეხო დრაკონი არის გველი ხო დრაკონი რო წარმოიდგინე უბრთო და უფეხო ხო რა გამოდის ანუ თამუნა
ფაქტურად. დიდი მადლობა. მოდის ჩემი წელი მეც წვანი გველიოდა, ჰა? არა, ერთი წუთით რა დამიჯერეთ, ფეხები რო მე აქვს ამას? ყველაფერი ამოვიკითხე. ამას ფეხები აქვს, ხო? ფეხები, თან რამდენი ორი ფეხი. ორი ფეხი აქვს. მარტო ფეხები, ხელებიც მაქვს. კიდე რა ვიცი? მეტყველებაც, ენაც, ხო, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რიგზეა, სტუმრებისთვის უკვე მზადავად. ენა გველსაც აქვს. ხო და მოკლედ ეხლა ველოდებით სტუმრებს. კი ბატონო. ხო და ჩვენი სტუმრები თათული ვთქვათ, ვინ არიან ბიჭებს? მე დავრეკე ასტროლოგთან, ჩვენს უსაყვარლეს ასტროლოგთან, მიხეილ ცაგარელთან და მოვა. და ძალიან კარგი. რაღაც ბატონი მიშა, მაინტერესებს პოზიტიურად გამოგითხოთ. რამდენჯერად შევხვდი ახალ წელს მიშასთან ერთად, იმდენჯერ გავატარე და პოზიტიურად. თათული ჩვენი ამბავი, ტყუპების ამბავი 2025 წელი არ დამავიწყო. არა, ხო და მე კიდე ვინ დავპატიჟე ბიჭებმა არ იცის. ეზოთერიკოსი. ой? ხო, ბატონი ანზო როდიშარია. რაზე უნდა გელაპარაკოს, როგორი სათამაშო მოუხდებოდა ნადუს. არა, უნდა გელაპარაკოს როგორი წელი იყო. მთელი წელი შეჯამება. ჯერ აი, 2000 ბატონო მიშა. როგორ გელოდებო? როგორ გიკითხო? როგორ თქვენგან დავიწყებულები რა. არა, როგორ გეკადრება? აი, ახალი წელია და თქვენ ასოცირდებით დღესასწაულთან, სიბრჭყვიალესთან, ახალ წელთან და მოგიყვანეთ აი საახალ ხო, რა კარგად იცი, კაცი თქვა ისეთი. აბა ეხლა მოხნილი. მოგვია 20 ნოემბერს ხო არ მოგიყვანდით თქვენ? ანუ 23 აგვისტოში. დავსვათ ეს თუ არის ფეხი რა ბატონ მიხელს ძალიან კარგი ფეხი აქვს გადაცემასო ვიწყებდით დაახლოებით პირველ მეორე გადაცემაში იყავით სტუმრად და გვახსოვს ძალიან კარგი ამბები გამოსია წარმატება. ო და რაც გითხარით? აი აქეთ შემოშუაში შუაში ტყუპების ეხლა ვეღარ გამაჩერებთ რა. აღმოჩნდი ეხლა ვეღარ გამაჩერებთ. კაცხა გვებია. როგორ ხართ? მადლობთ, კარგად. გაგასარევად გამოიხურე კი მშვიდობა. უძლებს წლები გადის და ისევ ისეთი ხართ ბატონო. ასე უნდა ვიყოთ თქვენც. მადლობიშა. შემოკარგებო. მადლობიშა. ეხლა რა მინდა იცი რო გთხოვო? ძალიან საინტერესო. აი ჩვენ რო გითხრათ ეხლა, ჩვენი ნიშნების და მიხედვით როგორი წელი გვექნება, დავიწყოთ გოგათი, ჯაჯღანა, ბუზღუნა, უხასიათო კაცია. ეხლა მოიცა, შენ როგორც იცი, ეხლა მოიცა. ეხლა შემოკარგებო, მე რომ მარტო თქვენი 4-ის თქვა, დანარჩენებს რა უყოთ? ანუ ხო გაგვინაწყენდნენ. ჩვენებით დავიწყოთ. არა, მაშინ დავიწყოთ როგორც წესი. ზოგადი როგორც მაშინ წელი ზოგადად წესი როგორც არის, ვერძი დავიწყოთ და ვერძი დავიწყოთ. ჩავიდეთ თევზებამდე. ვებს ხო არ ვაწყენებ. მაგას უსმენ მე ყოველ ორ შაბათს, ბატონო. ხო, მაგრამ საახალწლო ეს გასწრე წელიწადში. საახალწლო წელიწადში ერთხელ. აი, მართალია. ვეთანხმე ბატონო მიშელ. ექსკლუზივი. ჩვენთან ექსკლუზივი ჩავარიხინოთ ვერძიდან თევზებამდე. მაშინ ბოლოდან დავიწყოთ. არა, ვერძით უნდა დავიწყოთ. როგორც არის. დაიწყოთ პირველი ნიშანი, ხო? იმიტომ რომ 12 ზოდიაკოს ხსნის ვერძი. ანუ ყველაზე აქტიური ენერგიული დავით აღმაშენებელი ეყენებდა ქართულ ჯარში წინა ფლანგზე. რატო? ვერც მუხრუჭები არ აქვს. ან მიდის წინ, ან მოკვდება. უკან ვერძი არ ბრუნდება. ესეთია უშიშარია და მეომარია, ხო? უკუსვლა არ აქვს. არა, უკუსვლა არ აქვს. და აი ძველ გრავიურებზე რომ ნახოთ, იხატება საინტერესოდ. მოდის სიბნელეა, მოდის ვერძი ანთებულის ჭირაღნით და უნათებს დანარჩენ ზოდიაკოს ნიშნებს გზას სიბნელეში. ეს არის ვერძი უშიშარი, მებრძოლი და მეომარი ხასიათის მატარებელი, ხო? სხვათა შორის დააგვერდით თქვენ ახლა ოქროს საწმის რა იყო ის? ვერძი იყო და დააგვერდით საქართველოს რუკას, რას დაინახავთ იქ? ვერძის გამოსახულებას, ხო? ამიტომ საქართველოს ოდითგანვე იყო ვერძის სიმბოლიკის ქვეშ, მერე გადავიდა ლომის სიმბოლიკაში და შილოსნის ზეგავლენა აქ კიდე. მაგრამ თავიდან იყო ვერძი, მიხდი? ამიტომ არის საქართველოში უყვართ დროსტარება, კეიფი, კარგი სუფრა, ეს ლომის თამადობა, სიყვარულის სიმბოლო, ლომის სიყვარულის სიმბოლოა, ხო, სიყვარულის გარეშე არც ერთი სუფრა არ თავდება, ხო, ეს სადაგრძელო შვილები, ესეც ლომია, ბავშვები აუცილებლად ღერძელო და რატოა ქართველებში განსაკუთრებული მიდრეკილება უცხოეთისადმი? შილდოსან, უცხოეთის ნიშანი. რატო არიან ქართველი სპორტსმენები ესე ძლიერები? სპორტს ვინ მართავს? შილდოსანი. აი ეს გავლენა ეხლანდელი შილდოსან ლომისა, ხო? საქართველოს, მაგრამ თავიდან იყო ვერძი. ამიტომ იყვნენ უდიდესი მეომრები ჩვენთან ყოველთვის, ხო? შესაბამისად დავიწყოთ ამიტომ ვერძით. ვერძებო. შემოკარგებო, აი ვისთვის არის ყველაზე აქტუალური სამშობლო.
აი ყველას დიდ წარმატებებს თქვენ მიაღწევთ სამშობლოში 2025 წელს. ამიტომ მაქსიმალურად განავითარეთ თქვენში სამშობლოს პატრიოტიზმი. ოღონდ რას ნიშნავს პატრიოტიზმი? ხა შეიძლება მეუბნები არო, კი მე იმას ვიცავ. როიცავ ვეუბნები, ამის სიღრმე იცი? ყველა ტრადიციას თავის სიღრმე აქვს. ჩვენი წინაპრები ისე არაფერს არ ქმნიან. რატო იყო ქართული სუფრა ოვალური და არა მართკუთხედი? რა ჩადის ამაში? რა ცოდნა იყო ეზოთერული? ოვალი იცავს ენერგიას, ხო? როცა ქეიფობდნენ ქართველები, აი ეს წვეტები უკვე კარგავს ენერგიას. ოვალს მიყვება. ოვალს უმიყვება ტრიალებს. აი პლანეტები რო ნახო როგორ მოძრაობენ, წრეზე კი არა მოძრაობენ, ოვალზე მოძრაობენ და არის სუპერპეტუ მობილე. სულ მოძრაობენ, მიხვდი? და რატო ახლა ქართული სუფრა რა არის? აგერ შენ იტყვი რაღაც სადღე გძელოს მომეფერები, მე ვიტყვი აგერ მომეფერები, ხო გოგას და შენ ეს ხო სიყვარულია. სიყვარულის გახსნა. ამუნასაც მოვეფერო. ყველას თავისთავად ახლა უბრალოდ ამდენი დროის ნაკლებობის გამო ყველას არ ვასახელებ. ეს სიყვარულის ენერგია ტრიალებს ამ ოვალზე. ჩემო კარგებო, ხასიათზე რომ წარიყო მოგიყვანს. თავისი სიმღერიან, იუმორიან, ყველაფერი ქართული სუფრა კაცო. ქართულ სუფრაზე ქართული სუფრა თავისთავად. ხო. ამაშია. ხო, მაგრამ ვერძი ჩამიქსოვეთ აქ. კი, ახლა უყურე. ახლა ვერძი რადგან სამშობლოს წელიწადი აქ ვერც ყველაზე მეტად აქტუალური, ამიტომ სამშობლოს ტრადიციები, წესჩვეულებები, მათში ჩაღრმავება და მათი დაცვა. აი ვერძის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. საოჯახო საათესო ურთიერთობების გაძლიერება, რაც შეიძლება მეტად. პლუს ამას, ამიტომ ბევრი შეიძლება დაბრუნდეს ემიგრანტი, თვითონ ვერ მიხვდეს, რატო დაეწყოთ უცაბედი აი ესეთი ნოსტალგია საქართველოსზე, გესმით? ამიტომ ბევრი შეიძლება უკვე ჩამოვიდეს მაინც და წავიდეს, რაც დიდი ხანი არ ყოფილა სამშობლოში და ნახოს. აი სადე დავუშვათ თუ ავად გახდით ვერძებო და ხართ უცხოეთში. 3 დღით მაინც ჩამოდით აქ. 3 დღეში აბსოლუტურად განეკურნებით. მე გაძლევთ ამის გარანტიას. სამშობლოს ამის ენერგეტიკაა. და ვერძები თუ იქნებიან ჩართულები ისეთ სფეროებში, როგორც არის მაგალითად პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგიის ფართო სფეროები, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფეროებში, ძალიან წარმატებული სფეროები იქნება მათთვის. და უფრო მეტიც, სასტუმროების ბიზნესი თუ აქვთ. კი ბატონო, ძალიან კარგად წარიმართება. ძალიან სამამულო ამბებს ამბობთ და ძალიან საინტერესოა. ამიტომ აქეთ, ყველაფერი აქეთ, ოჯახი, სამშობლო და ეს სფეროები როგორც წარმატების ფაქტორები, ხო? აჰა, უკვე ესე ოთარში. აი, ოვალურ მამაგიდის ხსენები. ოვალური მაგიდა გვჭირდება, ძალიან კარგი. ეტრიალა ენერგია. ხოსავით ნუიქცევით. ხოლოდ ჩვენს მხატვარ დეკორატორებს რომ მაგიდის ფორმა შეგვიცვალოთ. შეგვიცვალეთ ოვალური მაგიდა დაგვიდგით, იმიტომ რომ გოგასგან მოდის ენერგია, უნდა ჩემთან მოსვლა და აკუთხეში იკარგება. აი, ოთარისგან წამოვიდა და გაუშვე გოგასთან გაიარა აგერ ხამუნა მიშა თათული გოგამდე ჩემმა ვერ მიაღწია. იმიტომაა სურო ჩხუბო. დაიკარგა ჩემი არ მივიდა გოგამდე. ოვალური რო იყოს ხო მივიდოდა? მივიდოდა. დატკბება და რა შემოგვილა საქმე. ჩემამდე. ჰა? შენმა რო არ მოაღწია ჩემამდე ეს არ არის ცუდი. ვერ გიპასუხებს თუ რა? ესეთი. ხო, ვერძი შემდეგ ეხა წაუყვეთ. კარგი. თან მართლა სასწავლო ექსკლუზივი გვაქვს. საოცარი ამას ნახავს თილი საქართველოს. ეს არის ღვინო როზე ბატონო მიშა. ჩვენგან გაიგებს მთელი 2025 წელი როგორ უნდა იცხოვროს და როგორ უნდა და საერთოდ ვის უსმინონ და რას ვერძის მერე რა მოდის, აბა? ჰა? ვერძის მერე რა მოდის? გოგლიკა. არ ვიცი ეგრეზე პირად. რა გვარცხენ რაიონული მასშტაბით მერწყულმა მოიტანა სამყაროში ასტროლოგია და შენ ამბობ არ ვიცი. ვერძის მერე უცებ არ იცოდა ახლა მერწყული ანუ და თანმიმდევრობა. შექსპირზე ვიკითხე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გადავიდეთ მერწყულზე. მერწყულზე. არა. არა, მერწყულზე რანაირად. ურა მოდი შენ გო. ჩემო კარგი. ჩემი ცოლი. გისმენთ? მე თუმეტეს მეუბნებს. ისე როგორ უძლებ მერწყული და კურო ერთად ძალიან რთული სიტუაციაა, მან ცოტა. იმიტომ გაჭაღარავდი. შენი რადგა ქოჩორი? გასაგებია. ეხლა ჩემო კარგებო, კუროებო, ოპერატორის სკოლისა გავითვალისწინოთ, თქვენ გაქვთ კომუნიკაციის წელიწადი. მაგრამ მაინც დიდი კომუნიკატორი არ არის ეს ნიშანი, ტყუპებს ვერ შეედრება საერთოდ ვერც მშვილდოს კომუნიკაციაში. ტყუპებს არავინ არ შეედრება.
უფრო განმარტოება უყვართ, მაგრამ ამჯერად უნდა დაძლიოთ თქვენი განმარტოების სურვილი, რაც უნდა გახდეთ ყუპები, მოდი ასე ვთქვათ, ხო? რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, ურთიერთობები, პარტნიორული კუროს, პარტნიორული თანამშრომლობა, მეტი ცოდნა, მეტი იკითხეთ, რაც შეიძლება მეტად გაი, რო ეთქვიან, უნდა იცოდეთ ბევრი რამ, ცნობის მოყარება უნდა დაიკმაყოფილოთ მაქსიმალურად. რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ყველაფერში, რაც შეიძლება კარგი ურთიერთობები დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, ეს არის მგზავრობის, მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილების მისაღებად საუკეთესო პერიოდი და აი ვისთვის არის კარგი ჟურნალისტიკა. რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო სფეროსთან ურთიერთობები, აი აქ ტურიზმის სფერო, თუ ტურისტული ბიზნესი, კუროსთვის. ეს ჩვეულებრივ კუროებზია საუბარი და თან გურული თუა? ნუ ის განსაკუთრებით ახლა გურული, იქ კიდე იცი რა, ტურისტული ბიზნესი ჩოხადაუში. ხო, გურული კურო, ახლა თორე ესე ცოცხალი კუროა და იმას თლად მიესადაგება ეს რაც ახლა თქვი, იმიტომ რომ მას შეძდებს. უკვე ბუნებრივად, ხო? აი კახელ კუროს უნდა ცოტა გაღვიძება. ამ შემთხვევაში გურული გაღვიძებულია. ის გაღვიძებულია უკვე. გენეტიკურად გაღვიძებულია. ხო, გაღვიძებულია, რაც შენ ჭაღარაშიც აისახა. კი ბატონო. ხო, ასე რომ კუროსთვის თვლიანობაში არ არის ცუდი წელიწადი, შესაძლებლობები მაღალია, ყოველ თუ ამ სფეროებში იქნება აქტიური და უფრო კომუნიკაბელური იქნება. არ უნდა ჩაიკეტოს საკუთარ თავში. აი ეს არის უმთავრესი. ეხლა რაც შეეხება ყუპებს, აგერ ბატონო ორი წარმომადგენელი ყავს. გაგვიმარჯოს ყუპები. გაგიმარჯოთ, შემოკარგებო. გაგვიმარჯოს. და ეხლა თქვენ, როგორ გითხრათ, ეხლა ერთი პირველი ნახევარი, დაახლოებით შუარიცხობამდე ივნისისა, თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი. ამ წლისა, იმიტომ რომ გამარჯვების პლანეტა ჯერ კიდევ იუპიტერი თქვენ ზოდიაკოშია და შესაბამისად ძალიან დიდი წარმატებების შანსები გაქვს ყველა დონეზე. მათ შორის ფინანსური კუთხით. კი ბატონო, აქ გაქვს საშუალება პრემიების, ბონუსების წინაშე დადგება. ჩაერთოთ ან ადრეული საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. შეიძლება მაგალითად მოხდეს ისე, რომ თქვენ ჩაერთოთ ახალ ბიზნეს საქმიანობაში, რაც ასე იქნება წარმატების მომტანი. და თქვენთვის ახლა რა არის მთავარი? აი თუ კურო უნდა გახდეს ცოტა ყუპები, თქვენ უნდა გახდეთ ცოტა კურო. ცოტა დავაბალანსოთ, ხო, ენერგიები. ანუ მიხდი შინაგანი სტაბილურობა. შაქარი გაქვს, მარილი ჭამე, მარილი გაქვს, შაქარი ჭამე, ეს ძველი. როგორც თქვენს გაქვს, არამედ ცოტა მეტი სტაბილიზაცია ყველაფერში. ურთიერთობა, საქმე იქნება, მოქმედება პრინციპით ჩვიჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი და არა სულ სწრაფობა, როგორც თქვენ იცით, ხო? მაშინ ეს თვისებები უფრო მეტად წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის. ერთგულების ფაქტორი წინაპლანზე თქვენ სირგული მაქსიმალურად შეკრიბეთ ერთგული ადამიანები. ეს უკვე წარმატებით და თქვენთვის არის რა კარგი, განსაკუთრებით პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრთან ურთიერთობა, დიზაინი, არქიტექტურა, ესეც სფეროები, მაგალითად, როგორც არის თქვენთვის აგრობიზნესი. დიახ. ეს წელიწადი ძალიან კარგი აგრობიზნესის გასავითარებლად. ამუნა შეგიძლია შეხმარება. მე ვაპირებ. ასევე მშენებლობის სფეროში. მართლა? აი, ეს სფეროები არის თქვენთვის უპირველეს სკოლისა ყველაზე წარმატებული. ოღონდ კიდევ ერთხელ მერე, შვიდჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი, შინაგანი სიმშვიდის სტაბილურობის შენარჩუნება. მე რო ვიაროთ ან დავივალეთ დომით. ერთ-ერთი, კაი, გაიარე, გამოიარე, სხვანაირად შეუძლია ამ შილდოსთან. ასე მოგისმენთ. კაი, ბატონო. ასე რომ თავარი არის თქვენთვის, რომ აი განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი ძალიან აქტიურად გამლოთ, იმიტომ რომ აქ ფინანსური დივიდენდების მიღების ძალიან მაღალი ალბათობა. ანუ უნდათ ესოში. უნდა თესო და ააშენე. ერთი რო ააშენე, ყოველდღე მაქეიფებდი იქ, ერთი რო ააშენე და ეხლა ისეთი ააშენე, რომ დამიწახო ხოლმე. პირველ ნახევარში იაქტიურეთ, მეორე ნახევარში შვიდჯერ. და დავსტაბილურდეთ, გასაგებია. თებერვლის ბოლოდან იწყებ ხუნასში. კი, 1 მარტიდან გავდივარ. ეხლა რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბებო, აი თქვენ ხართ წლის მეორე ნახევრის მთავარი ფავორიტები. აი ივნისის შუარიცხვების შემდგომ იუპიტერი გამარჯვების პლანეტა დაემშვიდობება ყუპებს და გადავა თქვენ ზოდიაკოში. აი უკვე გაქვთ საშუალება, რისი ოცნებები გქონდათ, რა სურვილები გქონდათ, ვერ ხორციელდებოდა, არ ხორციელდება. აი ახლა გაქვთ საშუალება ამის განხორციელებისა. თქვენ შეგიძლიათ შეიცვალოთ გარეგნული იმიჯი. დაუშვათ ვარცხნილობა, ჩაცმულობა, რაღაცა სახში გინდათ, რემონტი გინდათ დიდი ხანი არ ხდება. აი ახლა გაქვთ საშუალება რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ, მოიწყოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ. ოღონდ
ოღონდ ერთი თხოვნაა, ეს ნიშანი ძალიან ემოციურია, ძალიან გრძნობიარეა. აი სამყარო ამ წელს ითხოვს თქვენგან რას? უშიშარე მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენას. ანუ უკან არ უნდა დაეხიდოთ, პრინციპიალურიც უნდა იყოთ, სამართლიანობა დაიცვათ მაქსიმალურად ინტუიციაზე დაყრდნობითაც იმოქმედოთ, მაშინ თქვენი მოქმედებები იქნება წარმატებული. ამ თქვენ უნდა იყოთ კარგი ლიდერი, ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და არ შეუშინდება სირთულეებს. მაშინ წელიწადი იქნება ფანტასტიკურად დასამახსოვრებელი და თუ ხარ ჩართული მაგალითად სამხედრო სტრუქტურებში, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებელ სფერო, დაუშვათ დაცვის სტრუქტურები იყოს თუ გნებავთ, ან დაუშვათ ავიაციის ინდუსტრია ბიზნესი, ენერგეტიკის სექტორი, გაზის ინდუსტრია ბიზნესი, ნებისმიერი სპორტული სფერო, სადაც დაუშვათ ძალიან კარგი სპორტსმენები ან კირჩხიბები ტრადიციულად, ყველა ამ სფეროში წარმატების შანსები გაქვს ძალიან მაღალი. თუმცა ასაკურია კირჩხიბი ხელოვანია. დაწყებული ხა ვაჟა-ფშაველად და დამთავრებული რემბრანდტით, როგორც თქვა, ხა ხელოვნება თქვენთვის ძალიან კარგია და პირიქით თქვენი არტისტიზმი კიდევ უფრო მეტად გაიფუჭკნება ამ წელს. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხუპებთან ერთად ამ წლის მომავალ წლისა ხარ სწორედ თქვენ. კირჩხიბები, თქვენი წელი მოდის და ეს კარგი ამბები გაგრძელდება 2026 წლის ივნისამდე. ანუ პრაქტიკულად 2 წლის პროგნოზი გააკეთეთ. კი. მოემზადეთ. შემდეგი იმპერატორთან ნიშანს ლომი, ჩემო კარგო, ლომი. თავისთავად ხო, ახლა ლომისთვის ძალიან საინტერესო პერიოდია, რატო? შეიძლება გახდეს ჩემი ხშირი სტუმარი. რატო? იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როცა მას გაუჩნდება ინტერესი ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ეზოთერული, რელიგიური საკითხებისადმი და აქედან გამომდინარე უკვე ინტერესი ამ საკითხებისადმი მისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კოსმიური კანონების აღმოჩენის წინაშე ადგება ეს ნიშანი. ამიტომ თან სხვათა შორის ადვილად შეებმება ქველმოქმედებაში. საქველმოქმედო პროგრამები, სოციალურ სფეროებში ჩართვა, ეს მის ავტორიტეტს ერთიორად გაღრმავებს და აწევს. ამიტომ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული კონტაქტებისთვის. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოს, ძველი ურთიერთობები მაღალ დონეზე აიყვანოს, მაგრამ ერთი აუცილებელი პირობაა ლომს. საერთოდ არტისტია, თეატრს მართავს ლომი, მოლაპარაკეა, გასაგებია, მაგრამ წელს რა მოეთხოვება მას ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა. წინ და წინ უგათქვავთ, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, ვინ მოგწონ, ყველაფერი უკმათავა. აი, ლომებს ჭირდება სახლში ერთი ლომი და ვეტყვი ამ ყველაფერს. ჩუმატმა სამაგეროდ ხელოვნების პარტო სპექტრი. ლომით მოგარჯულებდა. ლომს თუ დავუჯერებდით ორეს ხო? ყოველ შემთხვევაში ხელოვნების პარტო სპექტრთან გაიფურჩქნება ეს ნიშანი ამ ურთიერთობებში. ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის პარტო სპექტრი, ქორეოგრაფია ძალიან კარგი იქნება სპორტი, ძალიან კარგი იქნება წელს მისთვის. ქორეოგრაფიის სფეროსთან ნოტებზე აცეკვე. ეხლა იგივე საქველმოქმედო პროგრამებში ჩართვა ძალიან დიდ დივიდენდებს მოუტანს, მათ შორის მორალური კუთხე და იქნება ძალიან წარმატებული. და მთლიანობაში მოდი ასე ვთქვათ, წელიწადი მისთვის ძალიან კარგია. ოღონდ ეს არის ცოტა მოსამზადებელი წელიწადი. გაითვალისწინოთ რისთვის 2026 წლიდან დაეწყება ძალიან სერიოზული აღმავლობის პერიოდი. ამიტომ ეხლა უკვე უნდა შეამზადოს. 2026-დან 25-ში უნდა შეამზადოს კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, რაღაც ახალი იდეები, პროექტები, შემდგომი განხორციელებისთვის ნიადაგი. 2026-ში უნდა იყოს აბსოლუტურად წარმატებული. გადავიდეთ შემდეგი. გადავიდეთ ქალთულში. ქალთულში გადავიდეთ ყველაზე მშრომელი ნიშანი. ქალთულის არის ტირიფი, ხო სწორად? ტირიფი. ნიშანი, რომელიც მაინდა-მაინც არ ჩანს, მაგრამ ყველაზე შავ სამუშაოს ასრულებს და სამყაროში აუცილებელია ფუტკარი, როგორც მას უწოდებენ, ხო? მუდმივი მშრომელი, რომელიც მართავს გერმანიას და იაპონიას, ორდით სახელმწიფოს. ქალთულს უყვარს ტრადიციონალისტია, კონსერვატორია, უყვარს სიმშვიდე, სტაბილურობა, თავის სახლი, სამუშაო კი, მაგრამ ქალთულებო ეხლა უნდა გახდეთ ცოტა მერწყულები. რატო? რეფორმების დრო მოვიდა თქვენ ცხოვრებაში. ასოს თქვენ რეფორმებში კარგია, მერწყული, მაგრამ ძალიან უჭირს ქალთულს. ამაშია საქმე. ჰა? როგორ აბა, ირგვლივ რამდენი. ამიტომ ჩემო კარგი. სახშიც. ვინ ქალწული? ვინ ხართ? ნუ რამდენი ეხლა, ანუ ჩემო კარგებო, აუცილებლად 2025-ში ის უნდა გააკეთოთ, რაც მაინდა-მაინც არ მოგწონთ, რა, სიახლეები შემოიტანოთ.
ყველაფერი ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი ურთიერთობები, ახალი მეთოდოლოგია მუშაობისა. ქალწული ხო საუკეთესო ექიმია მშვილდოსნებთან ერთად სხვათა შორის და კურნალია, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ მედიცინის სფერო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულია, პედაგოგიური სფერო ერთ-ერთ წარმატებულია თქვენთვის, მაგრამ იღავით რეფორმატორი. ახალი პროექტები, ახალი იდეები, ახლებური მიდგომა, თუნდაც პაციენტისადმი, ხო? ვერწყულები გახდით ცოტა, ანუ ცოტა სპონტანური იმპროვიზაციით იმუშავეთ, ნუ იქნებით ჩარჩოებში, როგორც ტრადიციულად ხარ თქვენ გიყვართ ეს ჩარჩოები, ამჯერად ცოტა გამოდით ჩარჩოები და სპონტანური იმპროვიზაციული აზროვნება, ორიგინალური თვითგამოხატვა, ხო? არასტანდარტული მოქმედება. აი ეს არის თქვენი წარმატების ფაქტორი, ხო? შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეიკრას, ძველი ურთიერთობები მაღალ დონეზე აიყვანოთ, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა კომპიუტერთან, ანუ პროგრამული სისტემა სოციალური ქსელები, აქედან მოამშვენი ინფორმაცია და ძალიან საინტერესო ადამიანებს გაიცნობ. რაც იქნება შემდგომ ფართო წრის გაფართოების და ახალი იდეების, პროექტების ჩამოყალიბების შესაძლებლობა და მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორც არის კომპიუტერული პროგრამული სისტემები, არ მარტო მათი ათვისებიც, არამედ აქ წარმატებით თქვენი ბიზნესი შეიძლება პროგრამული სისტემების მეშვეობითაც განავითაროთ სახლიდან გაუსვლელადაც კი. ამის შესაძლებლობაც გაქვს. თუ ხარ ჩართული მაგალითად სცენარისტობაში, დრამატურგიაში, კინორეჟისურაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხალწული? საინჟინრო სფერო იქნება თქვენთვის ასევე ძალიან კარგი და წარმატებული. სამეცნიერო კვლევითი სფერო შეიძლება საოცარი აღმოჩენების წინაშე ამიტომ შანსები გაქვს მრავალფეროვანი. იაქტიურეთ და იმოძრავეთ. გადავედით ყველაზე ალბათ ერთ-ერთ ფაქის, ელეგანტურ, ეთიკურ ნიშანში, როგორც არის სასწორი. სასწორებო, ჩემო კარგებო, თქვენ გაქვთ პროფესიონალური, კარიერული სერიოზული წინსვლის პერსპექტივა. აი შეიძლება ოცნებობდით ადრე. აი ხლა 25-ში შეიძლება შეთავაზება მიიღოთ ახალი თანამდებობის დაკავების შესახებ. შეიძლება მოგიდოთ ხელი მნიშვნელოვან საქმეებს, საკითხებს. ეხლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქ რა? რომ კარგი ურთიერთობები და ეს არ გეშლებათ, იმიტომ დიპლომატი ნიშანია, რბილია, ესთეტია, კარგი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან მიმართებაში. აი მათი მხრიდან მოხდება თქვენი ასევე წინწაწევა, რომ ამ თვისებებს დაინახავენ, რომელიც თქვენ შეუძლებელი და სასწორი ყველაზე კარგი მომლაპარაკებელია. აი თქვენთვის იქნება საუკეთესო, აი მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის, ოჯახის შიგნით, მეგობრებში, რთული სიტუაცია გაუშვით სასწორი. ანუ კრიზისების მართვის კრიზისების მენეჯერია. მოდი ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ შეუძლია დიპლომატიურად მშვიდობიანად და კომპრომისების მიღწევით ნებისმიერი პრობლემის მოგვარება. ამიტომ ძალიან მოთხოვნადი იქნებით, იმიტომ რომ გველის წელიწადი რას ითხოვს? სწორედ მშვიდობიანად პრობლემის გადაწყვეტას და არა ძალისმიერ მეთოდებით. გველს თუ არ დააბიჯებ, იქამდე არ გიგმეს. არა. მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ კომუნიკაცია. რა უნდა შეგა, რა უნდა? არის გადაკიდებული საერთოდ. ვარ დააბიჯებ, ვარ ჩაგიგვაწყო. მაგრამ ისიც რისი საფუძველი რა. დიდი სიყვარული. რა თქმა უნდა, ამ რაოდენ დიდი სიყვარული ამის მიღმა. ეხლა იცი რა, ჩვენ რო ავიღოთ გამოჭრა 12 ზოდიაქოს ნიშანი, ბურთივით, ხო? ხო. შვილდოსანი და ტყუპები ზუსტად ერთმანეთს საწინააღმდეგოდ ამოჩნდება. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება შეგეწინააღმდეგოს. მიხვდი? ეს მომენტი უკვე ამით არის განპირობებული. აი, იმიტომ რომ ზუსტად უყურე, ეხლა ეს ბურთივით რო დავკეცოთ ჩვენ ეს წრე, ხო, ზოდიაქაური. ერთ გეოგრაფიულ განედზე აღმოჩნდება ტყუპები და მშვილდოსანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ოდესღაც თქვენ იყავით ერთი ნიშანი. მერე შუაზე გაიყო და სამყარო გეუბნებათ, შეგიძლიათ საერთოენის გამონახვა, მაშინ ორივე გამთლიან. ოდესღაც ისევ ერთად ვიქნები. აბარა. მაგის იმედით იქნები მთელი ცხოვრება. კარგი. გადავიდეთ შემდეგზე. ეხლა გადავიდეთ მორიელს. მორიელი უკვე ჩემი ჭაღარებია. საინტერესოა მორიელი. ხო, ეს ოტარცეს პერსონალური ინტერესია გაქვს. გასაგებია. არა, იმიტომ მორიელთან ცხოვრება არ არის ადვილი, შემოკარგო, ყოველთვის ამბობენ ასე. მორიელთან გაქვთ ურთიერთობა, ხშირად უნდა დალიოთ რძე. რათა ეს მისი შხამი გაანეიტრალოთ. იმიტომ რომ ნიშანი რთულია, სარკასტული გამოთქმების ერთ-ერთი დიდო სტატია, ძალიან ეჭვიანია, მაგრამ ძლიერი ნიშანი. ძლიერი ნიშანი. რაც მართალი, მაგას ვერაფერს ვერ. ძლიერი ნიშანი არის დავილიე კაცი. ქართულ ჯარში დავით აღმაშენებელი ეყენებდა მხედართმთავრად. მეორე ხაზში იყვნენ ეგენი? არა, მხედართმთავრები იყვნენ. არა, მხედართმთავარი. პირველ ხაზში იყვნენ ვერძები. აი ახლა მორიელები ან მხედართმთავრები. რა უნდა დამისვა, იცი?
და რატო არ იყო ვერძი და რატო იყო მაგალითად მორიელი, მაინდამაც ხედართავარი. აი, რა იცოდა დავითმა, ასტროლოგია კარგად იცოდა. რატო? იმიტომ რომ უყურე, ვერძი არის სულსტრაფი მოუთმენელი და ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს ხედართავარი სულსტრაფი. წააგებს. აი, ვერძი არის მომთმენი. კარგი სტრატეგიული ხედვა აქვს, იმიტომ რომ ზემძლავრი ინტუიციის მატარებელია. ვერძი თუ მორიელი უკეთ. მორიელი. და თან მეომარია, მებრძოლია. გესმის? აი თვისებები ხედავ თავისთვის არის გამოწერილი ზუსტად. ამიტომაც ინიშნებოდა ის. ეხლა მორიელებო, საუკეთესო დრო გაქვთ რისთვის? გზავრობა მოგზაურობისთვის. ანუ რაც შეიძლება მეტი კონტაქტები უცხოელებთან, მათ შორის უცხოეთში სწავლა, უცხოეთში მაგათი კვალიფიკაციის ამაღლება, უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობა, შეიძლება უცხოეთიდან მატერიალური დივიდენდებიც მოიზიდოთ, აქედანაც წარმატებული იყოთ. სპორტის სფეროში იქნებით გადასარევი, პოლიტიკის სფეროშიც კი, პროფესიონალურ დიპლომატიაში, ყველა სფერო, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული, იქნებით ძალიან კარგები, მაგრამ ჩემი თხოვნა არსებობს ესეთი შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალის ენერგიის მატარებელი. შავი მთვარე გადადის სწორედ უკვე მარტიდან დაახლოებით წლის ბოლომდე მორიელში. ამიტომ მორიელებო, ცოტა მეტი სიფრთხილე რის მიმართ? შენს წამოდი ჩემთან ერთად. რის მიმართ? თესვახნა. ოთარ, ეხა რის მიმართ? არ გააძლიერო თქვენში უარყოფითი თვისებები. რა არის ეს? სიჯუტე, უკონტროლო ეჭვიანობა, ცხოვრების დრამატიზირება თუ უცებ რაღაც არ გამოგდით, სარკასტულ გესლიანი გამოთქმები და ზედმეტი პირდაპირობა. ნუ ხარ ზედმეტად პირდაპირ და ცოტა დიპლომატია ითვისეთ. აი თვისებები შავი მთვარის გადასვლასთან დაკავშირებით ცოტა გამახვილდება თქვენში და თვითგვემას თავი დაანებეთ. საკუთარ თავს ნუჭამთ. ეს ყველა ნეგატიური თვისება ითხოვს კონტროლს. მაშინ წელიწადი იქნება გაცილებით მშვიდი, სტაბილური და თქვენთვის წარმატებული. გადავედით აგერ ბატონო ოთართან, შვილდოსნებო. ჩემო კარგებო, აი თქვენ გაქვთ საინტერესო პერიოდი რა კუთხით. აი თქვენშიც გაჩნდება ისე როგორც ვერჩი ინტერესი სწორედ კოსმიური საკითხებისადმი, ტემსფეროსადმი, რასაც ქვია მისტიკა და რასაც ქვია ეზოთერიკა. შვილდოსნები არ ყავდა დავით აღმაშენებელს? შვილდოსნები როგორ არ ყავდა? საუკეთესო მისიონერები, საუკეთესო ექიმები, საუკეთესო პედაგოგები. ეს ხო თქვენი სფეროა. მობუდიელი ხალხი, აქეთი. ცოდნის ბაზა. მეტი დასკვნა ვერ გამოიტანე ხო? ცოდნის ბაზა ეს თქვენია, ჩემო კარგო. საგანმანათლებლო სისტემით თქვენ გადიოდით როგორც მისიონერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ადამიანებს აძლევდით ცოდნას. ეს იყო თქვენი ერთ-ერთი მთავარი მისია, განათლების სისტემა ეს თქვენია, სპორტი თქვენია, ხო? ამიტომ აქ ოღონდ ერთი აუცილებელი დეტალია. თქვენ ხო კარგი მოლაპარაკენი შანი ხართ, ხო? უდაოთ. მაგრამ ენას კვილი უნდა დააჭიროთ, როგორც ტუპებმა, როგორც ლომმა ბოდიში და ასევე თქვენ ამ წელს 25-ში არ გათქვა წინ და წინ იფორა, აი რაღაც პროექტს აპირებთ. ვიღაცასთან ერთობლივი თანამშრომლობა, რაღაცა ხო? ჯერ დაიწყეთ, ვერ მათქმევინებს ვერავინ. გადახტიდა, მე დაიძახე, ჰოპ. უნდა იყოს აუცილებლად უშიშარი, მებრძოლი, ხასიათის მატარებელი და რაც შეიძლება მეტად დაეყრდნით ინტუიციას. თქვენ ინტუიცია გაქვთ, ინტუიცია მოგცემთ საშუალებას სწორი არჩევანის გაკეთებისა და სწორი ნაბიჯების გადადგმისა. და ეს წელიწადი მაშინ იქნება დასამახსოვრებელი, საკმაოდ კარგი და შეშუით წინ და წინ ცოტა გადახვდები. 26-იც გექნებათ კარგი. 26-ს. არა, კარგი შვილდოსნებს. ასე რომ მოემზადეთ თქვენ ძალიან საინტერესო ამბები გაქვთ წინ. მათ შორის სპორტული მიღწევების კუთხითაც კი. დავედით ახლა მამაჩემი გახდებით სოფლიოში. ჩემპიონები. წყვილებში? შვილდოსნობაში. წყვილებში. ეხლა თხის ქაზე გადავედით. თხის ქასთვის უმთავრესი არის რა? 25-ში პარტნიორული ურთიერთობა. გინდა ბიზნეს, საქმიანი პარტნიორები, გინდა პირადი ურთიერთობა. რაც მეტად აქ იქნება ეს ნიშანი არახისტი, არაჯიუტი, არა პირდაპირ რაც მას ახასიათებს, არამედ უფრო დიპლომატიური, შედარებით რბილი. ეცდება ყველა პრობლემის მოგვარებას, გინდ სახში, გინდ სამსახურში, გინდ მეგობრებში, როგორ მშვიდობიანად, დიპლომატიურად და კომპრომისებით, მეტად იქნება წარმატებული. აუცილებლად უნდა დაიცვას სამართლიანი თამაშის წესები და დაიცვას ყველა კანონი, რომელიც მიღებულია საზოგადოებაში, მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და საუკეთესო დროა ქორწინებისა და სეკვარულისა. რა საინტერესო. აი ამ ხრივ
ეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სიყვარულის პერიოდი აქვს მას, ამიტომ ზოგიერთ თქვენთაგანს ალბათ ვინც დაბადებული ამ ნიშნით მოულოცოთ კიდევ ქორწინებას და ძალიან ბევრ გარანტიებს. გადავედით. ეხლა მოეცადეთ ერთ წუთი. იურისპრუდენცია წარმატების ფაქტორია. იურისპრუდენცია მოусვინეთ. ფართო სპექტრი წარმატების მომტანია. არქიტექტურა, დიზაინის სფეროში წარმატების მაღალი შანსები აქვს. სოციოლოგიაში, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ეს ის სფეროებია, სადაც განსაკუთრებული, მაგრამ იგივე დავუშვათ მშენებლობა, იგივე დავუშვათ აგრობიზნესი, აქაც იქნება საკმაოდ კარგი და წარმატებული. ოღონდ ცოტა მეტი ემოცია გამოხატოს. ეს ხო ყველაზე ცივი ნიშანია, ხო? ძალიან უჭირს ემოციის გამოხატვა. ურჩევნია თხის კაცს საქმე დაგემკიცოთ სიყვარული, ოღონდ ნუ ათქვევინებ, რომ გიყვარს. მიხვდი? აი აქ ცოტა მეტი ემოცია ჩადეთ, რომ აი ეს ცოტა სითბო წამოვიდეს თქვენგან. ეს უბრალოდ დაწესებული იქნება 2025-ში განსაკუთრებით. გადავედით აგერ ბატონო მერწყულებთან. აბა მერწყულებო. ძალიან საინტერესო წელიწადი გაქვთ თქვენ და მნიშვნელოვანი. პირდაპირ მითხარით ყველაფერი არ წავიმართა. ეხლა მოდი ასე თქვა, თუ რაიმე პრობლემა ქონდა ჯანმრთელობას, ეს არის გამოჯანმრთელების დრო. ანუ კურნალობა მოგცემს ძალიან კარგ ეფექტს და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ტრადიციული მედიცინით კურნალობთ თუ არატრადიციულად. ყველა ეს იქნება ძალიან როგორი გირჩევნია? შემდგომ რა შეიძლება ბალახები გირჩევნია? რა შეიძლება კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. შემდგომ რა არის? მოდი ეს იანვრიდა. ხო, ეს იანვრიდა. ანუ დეკემბერში. ოგა, რასაკეთებოსაც მეც შევდაგავ. ცოტა არეული ნიშანია, ხო? სპონტანური იმპროვიზაცია უყვარს და ეს დაალაგება მომენტები ცოტა მისთვის მეორე ხარისხოვანია. აი ეს წელიწადი პირიქით ითხოვს. თქვენ უნდა გახდეთ ძალიან დაალაგებული და მოწესრიგებული. დაალაგეთ აზრები, დაალაგეთ სახში ნივთები, დაალაგეთ ის, რაც გაქვთ არეული. აი რას ითხოვს წელიწადი თქვენგან. ანუ თქვენ უნდა გახდეთ, მოდით ასე ვთქვათ, გერმანელი. ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსტრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი და დაალაგებული, მოწესრიგებული. სისუფთავე წესრიგი ირგვლივ, რაც მაინდა-მაინც არ გიყვართ ზოგიერთ თქვენთაგანს, მაგრამ ეს მოთხოვნა აქვს 2025-ს, რომ იყოს წარმატებული. მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიური სფერო, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული სფეროები ყველა წარმატებულია თქვენთვის. ამიტომ სპექტრი გაქვს დიდი, მათ შორის სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა თქვენთვის ძალიან კარგია. მაგრამ უნდა გაიჭიროთ ის რაც მაინდა-მაინც არ გიყვართ დისციპლინა და წესრიგი, აი ამის წელიწადი გაქვთ. ეხლა უნდა მოწესრიგოთ. და მივადექით თევზებს. თევზებს მივადექით. თევზებო. აი ვისა ყველაზე დიდი სიყვარულის წელიწადი. ის მიულოცავთ ყველაზე მეტად. როგორც არა თევზებს. თევზებისთვის არის სიყვარულის დრო. და შვილების გასაჩენად ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდი დაფეხმძიმებისთვის, ვინც კურნალობს მათთვის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდი თევზებისთვის. თევზებს შეიძლება მიულოცოთ ხელმძღვანელი პირი შეიძლება გახდეს, ახალი თანამდებობა მიიღოს, ახალი სამსახურიც დაიწყოს ამ პერიოდში, ძალიან კარგი ურთიერთობები დაამყაროს შვილებთან, სასწავლო პარტნიორებთან. ეს ის ნიშანია, რომელიც იქნება არნახულად კარგი შემოქმედი და დიდი შემოქმედია, ხო? დაწყებული, თუნდაც აი დაწყებული დაუშვათ ვივალდიდან დამთავრებული, დაუშვათ თუნდაც რომელი გნებავთ, აი ხატვარი ნებისმიერი შეგვიძლია ავიღოთ, ან შოპენი ავიღოთ, ხო? თათო ალექსიძე. კი ბატონო. კი ბატონო. თევზებს აქვს ძალიან დიდი ნიჭი შემოქმედებით, შესაძლებლობებისა და ამიტომ ეს არის წელიწადი, როცა პოლიტიკიდან დაწყებული, დამთავრებული ხელოვნებით ფართო სპექტრი აქვს წარმატებებისა. აქ მათ შორის ბავშვთა გასართობების ცენტრი რო ქონდეს. სხვა შორის მეტი ურთიერთობა ბავშვებთან. ბავშვები, მათ შორის შვილები, თევზები არის წარმატების ფაქტორი 2025-ში. ამიტომ რაც მეტი კონტაქტი გექნებათ ბავშვებთან, ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. ამიტომ მე გისურვებთ დიდ სიყვარულს და დიდ წარმატებებს ყველას, მინდა ყველას დაულოცო ახალი წელი, ბედნიერება, ხვავი, ბარაკა, სიყვარული და ყველაფერი კარგი. ძალიან კარგი წელი. კარგი წელი გველოდება და მეულოცო გარდაქმნების წელიწადია. ურმესი მადლობა და თქვენ გილოცავთ გადაცემას და წარმატებებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ კიდევ გელოდებით ჩვენს გადაცემაში. ზად ვარ ყოველთვის გემსახურებთ შემოკარგი ხეთი და ძალიან კარგი ემოციით შემოხვედით ჩვენთან მაშინ ადრე. მადლობა. მადლობა ბატონიშას გილოცავთ ყველას. წარმატებები.
მოდი, სად წამოვიდე? საჩუქრები. ვისა? საჩუქარი მაინც არ გინდა შეჯაჯღანა წამოდი. მოდი. რომელი არის? ჩემი საჩუქარი. აი ის არის მოდი ეს არის აი შენერი პატარა საჩუქარი გაქვს. აი ჩემი გოგლიკო. საიდან ის ფაღავდი და აი შენი. ნუ ჯუჯგულებ პატარა შენ ცოტა დიდი. აი ყველა სხვადასხვა ზომის საჩუქარი შეხვდა მეგობრებო. ნეტა რა არის ამაში? მოდი გელი. გელი რატო? ჯერ გახსნა სოთარმა. გელი. ჯერ გახსნა სოთარმა. ოთარი ხსნის. ნახოთ ოთარიკოს საჩუქარი. ეს ხო სახში აი ჩაგაბარებინებთ ანალიზებს. მართლა არ ველოდი. აგერ გავხსენი და ანალიზებს ჩაგაბარებინებთ. აგერ ზოგს 200, ზოგს 300, 400. აი მე და თაკლის ეს იცი რა არის? ეს ექიმების განსხვავებული. ამაში ღვინო უნდა გაავსო და განსხვავებული ჭუქული დალე. ხო, ალბათ ვის მოგაფიქრდათ ეს რომელ ჭკვად ყოფილს? მადლობა. აბა ეხლა თამუნამ, ასე მივყვეთ რიგრიგობით. აბა. აი, ერთი წუთით. დაგეხმარო შვილო. არა, ისეთია, პატარა. ბანტიკია, ბანტი, კარგი ლამაზი და ერთი წუთით. აბა, რა არის? ნუ რა იქნება ეხლა? მურაბა? ხილა დავინახე. მე რა არის? მურაბა იქნება. გასაგებია, მოცვის მურაბა. მოცვის მურაბა. გადასარევი. დიდი მადლობა. როგორ გიყვარს? იცი რა, სულ შენ რომ ამზადებ და აკეთებ და სხვას უმასპინძლებ. მე ჩამაბარეთ ესენი, მე გამას მე გადავყრი. ვიბარებ. ვნახოთ ჩემი რაშია საქმე. ვნახოთ აბა შენი? ვაი, მე როგორ დავიწყნარებ ნერვებს. აბა მოდი მეც შემოდი. აი ნახე. მოგეშლება ნერვები. აბა მოდი, მეც შემოდი. მიდი. 1 2 და რა. გადასარევი. მომეცის დიდი ქაღალდი მომეცი ქაღალდი ყვაგროვე. აი ნახე. შენ ამაში მომეცი გოგა, აბა შენი ვნახოთ ერთხლა. აბა ვნახოთ. აბა გახსენი შენი საჩუქარი. მე ყავს ჩემი, ეხლა შენი ვნახოთ. ახლა გაჩვენებ ჩემსას. აბა. ვაიმე რა არის? რაკარ რა ლამაზია. გული შეაგროვეო. მათ შეაგროვე და ატარე. ყოველ გადაღებაზე მასე მოდი გოგა. გოჭით. ესე მე დაგხვდები აგერ კოლბით. მე მურაბას. ეს მურაბა ის მე რომ არის. მე დაგხვდები მამლის კი არა. Angry Bird არ არის ეგ? ეს ის გოჭია გასაცემის დასაწყისში რომ მითხარი შეუკვეთეო? ის გოჭია გადაცემის დასაწყისში რომ მითხარი? ეს ჩემი გოჭია. იქ შენი გოჭია. კაი. სტუმარიო, მოვიწვიეო, ისა ნიკოლაძე. კი, არაჩვეულებრივი სტუმარი, ახლა როგორ წამოფრინდი. დია, ხაბარა. ფანტასტიკური სტუმარი, ეზოთერიკოსი ბატონი აზო როდიშარია. მოგესალმებით. როგორ შემოგძანდით? ეს იყოს თქვენი ფეხი ჩვენთან გადაწევაში. ხართ ხო ჩვენთან? კეთილი იყოს ჩემი ფეხი. იხარიათ რომ მოგძანდით. ვერ ხედავ ანათებს. საახალწლო განწყობა. აბძანდით. ჩვენ ახლა მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ესე სათამაშოებით ჩვენთან სტუდიაში ისეც ხელა რომ არ ხო. ცხელათ მართლა. არა, პირიქით. აბა ბატონო ანზორ, როგორ ბძანდებით? ფანტასტიკური განწყობით, ემოციით, თქვენთან ერთად კიდევ უკეთესად და როზეს მოგართმევთ. მადლობა. მე შემიძლია ჩუჩხელა შეგიძლიათ. მურაბა ძალიან კარგი მოცვის. მე კოლბა მაქვს ბატონო ანზორ. არა, ეხმარები. მე გოჭი. ხო, იმას გოჭი აქვს. ხო, ამას ეს Angry Bird-ის ვეძახი მე დასამშვიდებელია ესეთი. ხა ეს რაღაცნაირად. აბა დაუსვით ხო მოიყვანეს თუმცა. როგორ კი 2004 უფრო სწორად 2024 ჯერ დავემშვიდობოთ. თქვენი მიმართულებით როგორ შეიძლება დამშვიდობება? იცით რა არის, რომ ჩვენ რადგანაც უფრო მიზანმიმართულები ვართ ადამიანს რაც სურს, აქვს რაღაც კონკრეტული მიზანი და ვეხმარებით რომ აი ეს მიზანი მიღწეული იყოს, ასრულებული იყოს მისი სურვილები. და ამბობენ რომ ეზოთერიის სამყაროში არის ვალები ჩვენი სურვილების. აი წინა წელს რო ჩავისრულეთ და რო არ აგვისრულდა. ეს არ ვიცოდი. პირობები რომელიც გაგვიცია და ვერ შეგვისრულებია. გეგმები რომელიც ქონდა და რატომღაც ვერ გავაკეთეთ. აი ეს ძირითადი მნიშვნელოვანი მომენტი არის რომ სანამ წარსულში არსებობს სურვილი რომელიც არ აგისრულდა, ახალი სურვილების ასრულებას ხელს უშლის.
ამიტომ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ძველ-სურვილებს და ვთქვათ, რომ აი ეს რატომ არ მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვემშვიდობები, ვაუქმებ და ეს აღარ არის ის, რაც უკვე მე მსურს. ან რამე რიტუალს ვატარებთ თუ უბრალოდ მემშვიდობები ვამბობთ? იცი რა, იმდენად მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ სამყაროს ვეუნებით ამას და გულიდან მოდის თუ ნამდვილი კოსმოსში ვუშვებთ ამ ფიქრს. ხო, მოდის და რიტუალი უკვე აძლიერებს ამ ყველაფერს, იქ შეგვიძლია სანთელი დავანთოთ, შეგვიძლია ფურცელზე დავწეროთ და დავწვათ, მაგრამ ეს არ აუცილებელი. მთავარია შინაგანი განწყობა, რომ აი ეს ძველი და ვთვლით, რომ ალბათ ასე იყოს საჭირო. რა თქმა უნდა, ასე იყო საჭირო და გარდა ამისა, ყველაფერს იმას, იმ ვალდებულებებს ვიშორებთ. ჩემი ყოველწლიური რეკომენდაცია არის, რომ ავიღოთ თუნდაც ჩვენი ტელეფონი, ჩანაწერი ნომრებისა, ან სოციალურ ქსელში მეგობრებში ვინ ყავს და გავიხსენოთ, ვის რა დავპირდით. ხო არ ვუთხარით, რომ მოვედი და ვერ მოვედი. ხო არ ვითხოვეთ რამე ან პირიქით ხო არ ვათხოვეთ და ვერ დავაბრუნოთ. ანუ აი ეს ვალები, ვალდებულებები, რომ უფრო თავისუფლად წავიდეს ძველი წელი, აი შეგვიძლია განვახორციელოთ. ანუ არ გადავიტანოთ ახალ წელს ვალდებულებები და ვალები. იცით რა მაინტერესებს? არ ვიცი, ხა დილეტანტი ვარ ამ თქვენს ასე ვთქვათ სფეროში, ასე ვიტყოდი და შევამზადებ რა კითხვას. არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ეს კითხვა. როგორც ვიცი, ყველა ადამიანს თავისი ენერგეტიკა აქვს, ხო? ამ ენერგეტიკას აქვს თავისი შეიძლება სურნელიც ქონდეს, ფერიც ქონდეს და ბევრი სხვადასხვა მოცემულობები. ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? იცით რა არის, რომ ეს მადლობ კითხვისთვის, უნდა დაიწყოთ ასე. მადლობ კითხვისთვის. ამას დაკვირვება და კვლევა ჭირდება სპეციფიკური მეთოდებით. ესე თუ შევხედავთ დილეტანტურად, თქვენ შეიძლება ეს ექსპერიმენტი ჩაატაროთ საკუთარ თავზე. როგორ? და მიხვდეთ ყველაზე მეტად თქვენ თვითონ რა სურნელს გრძნობთ, ან რა გიყვართ, რისი სურნელი არის თქვენს ფსიქიკისთვის, ეს ამგზნები, რაღაცა კარგი მოგონების მაჩვენებელი. ხო, ხშირად ესეთი სურნელი ასდის ადამიანს. იმ ადამიანს სხვისთვის. ზოგადად ჩემთვის ადამიანი არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა მეგობარს, ოჯახის წევრს. ყველაზე არ არის ლაპარაკი. არა, რატო ახლა? ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ აურას სწორედ ის ფერი აქვს, რომელიც ყველაზე ნაკლებად გვიყვარს. მართლა? ყველაზე ნაკლებად რის, მაგალითად, ჩემი ენერგეტიკა როგორც ხშირად ლურჯი ფერის არის, მე ლურჯი არ მიყვარს, მაგრამ იმიტომ რომ უკვე ეს ფერი არსებობს ჩემში და არ არის ახლა როგორ ხარ ახლა? არა, კარგად, მაგრამ ეს უბრალოდ არის რა. წვანე გიყვართ, წვანე. შენ ადამიანი პირიქით, რაც სურს, რაც აკლია, იმას ცდილობს რომ შეივსოს. აი მოთხოვნილება თუ უჩდება ფერების, მაგალითად, მინდა წითელი, ხო, ესე იგი ცეცხლის ენერგია აკლია, გადაწყვეტილების. წვანე ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის სიძლიერე, ეს არის შინაგანი სიმშვიდის სურვილი, სტაბილურობის სურვილი და მწვანეს ირჩევენ ის ადამიანები, ვისაც უნდა რომ კარგი ემოციური შინაგანი ემოცია გქონდეს. კარგი, დავაცილეთ ახალი წელი, ძველი წელი და როგორ შევხვდეთ ახლა 25-ს, ეგ გვასწავლეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ყოველთვის ითვლება რომ დაბადების დღეც და ახალი წელიც არის მნიშვნელოვანი პერსონალური ახალი წელი ხო ჩემი დაბადების დღე და ქვეყნისთვის ახალი წელი. ითვლება მნიშვნელოვნად რომ როგორც გავივლით იანვარს ხო ისე წარიმართება ჩვენი მომავალი. პირველი 12 დღე 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გავივლით. ყოველ დღეს თავისი მისტიური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისევე როგორც ჩვენი დაბადების დღიდან შემდეგ 12 დღეს. ყოველ დღეზე განხორციელებული ბედნიერი მოქმედებები მთელ წელზე ახდენს გავლენას. აი მაგალითად, როგორც გავატარებთ 1 იანვარს, ისეთი იქნება მთელი იანვარი. თებერვალი 2 რიცხვი და ეს 12 დღე 12 დღეზე გადანაწილებული. ბედობას როცა ეძახიან, ბედობა გრძელდება ეს 12 დღე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, აი რა გვინდა რომ მოვიზიდოთ. ყოველთვის არ ხდება ისე რომ ადამიანს ყველაფერში ცუდად აქვს საქმე, ხო, რაღაც კონკრეტული აკლია, მაგალითად ოჯახი ყავს, მაგრამ ფინანსების გაძლიერება სჭირდება, ხო, ამ პირიქით, ან ჯანმრთელობის მოზიდვა. ამის არის კონკრეტული დღეები, როცა შეგვიძლია
თუნდაც ანთელი დავანთოთ, ახალი ნივთი შევიძინოთ, საფული შეძენა ხდება. აი მაგალითად ითვლება რომ 2 ან 3 იანვარს თუ ჩვენ შევიძენთ ან გვაჩუქებენ ან ახალ საფულეში გადავაწყობთ ფულს, ფინანსური კეთილდღეობა შემდეგ წელს მოიმატებთ. ეს ფაქტიურად საფული ხოა? კი. შეიძლება მაგრამ ნახეთ როგორ არის რიტუალურად თავი ქუდში გაქვს რიტუალურად ეს ყველაფერი უნდა განვახორციელოთ, გავხსნათ და ამ შემთხვევაში გადმოვაწყოთ ჩვენი ბარათები და ასე შემდეგ. თუ მაგალითად და უკვე არ ხმარობთ საფულეს და ხმარობთ ბარათებს, გავააქტიურებთ ახალ ბარათს. პინ-კოდს შევუწვით. ახალი უნდა მოხდეს ყველაფერი. პინ-კოდის შეცვლაც მოსულა. პინ-კოდს შევუწვით, ანგარიშზე რაღაც სამნიშნულოთ, ახაც გადავიტანთ, გადმოვიტანთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ დღეს ფინანსური ტრანზაქცია უნდა მოხდეს. ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, ექსკლუზიური ინფორმაცია თქვენი მამბულებლისთვის. პარტნიორიც გჭირდება, სასიყვარულო მმართველები. მარტო ფული რა გვინდა? ამისთვის არის პარტნიორო თანაფილი არ ხდება. 7 და 8 იანვარი. წითელი ძაფის შებმა მარცხენა ხელზე. პარტნიორს ვაბამთ? ხო, წითელი? ანუ პარტნიორს ვაბამთ? პარტნიორი მანამდე უნდა ყავდეს შებმული. წითელ ძაფის შებმა მარცხენა ხელზე. ან ამ შემთხვევაში სასურველია, თუ მაგალითად უბრალოდ პარტნიორულ ურთიერთობაში იქნება სამსახური კოლეგები, ასე შემდეგ, ნებისმიერ მიმართულებით კარგი ურთიერთობა გვინდა რომ გქონდეს, ფეხსაცმლის შეძენა. ან ისეთი მიმართულების, რომელსაც გადაადგილებაში გამოვიყენებთ, მაგალითად წინდები შეიძლება ასევე იყოს ეს 7-8 იანვარს. ახლა იცით რა. ესე იგი მე იანვარი და თებერვალი სუნთქულად უნდა გავატარო. უნდა გავატარო. სხვადასხვა არ გამოდის, იმიტომ რომ იანვარში ახალი წელი ხომ მოდის, 14 წელი და 1 თებერვალში დაბადების დღეა შეიძლება. 5 რიცხვი არის გაწმენდის დღე. თუ გინდათ რომ რამე ცუდი მოიშოროთ. 5 რომელი? თებერვალი? იანვარი. იანვარი, რას ვაკეთებთ ამისთვის? აი ამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სახლის გასუფთავება. პირდაპირ ამ შემთხვევაში მოშორება ძველი ნივთების, რომელიც აღარ გვჭირდება. ადამიანები იდეალური. შეიძლება, მაგრამ აი ამ დღეს როცა ხდება, შემდეგ წელს უკვე ის ადგილი წითელი ძაფი მოხსნა და გაუშვა 5 იანვარს, მაგრამ 8-ში უნდა შეაბადა რანაირად. სამყაროს არ იყო ახალსაბა. იმას ხო უშვებ და ახალსაბა. გასაგებია. გაგიმაჯოთ. უბედნიერეს წელს გისურვებთ, წარმატებულ წელს გისურვებთ და სულ ბედნიერი ყოფილიყავით. გახარებული ყოფილიყავით და ახლა სანამ დავემშვიდობებით ანზორს, ქვეყნის წელი გამოვაკლებინოთ. წელი გამოვთვალოთ. აი როგორი წელი ექნება ქვეყანა. პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წელი არის 9-იანი თმობის. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულდება გლობალურად ბევრი რაღაც მიდის უკვე თავის დასასრულში და შემდეგი წლის შემდეგ სამყარო საერთოდ სხვანაირი იქნება, ვიდრე აქამდე. უკეთესი ყოველთვის, რა თქმა უნდა. საქართველოსთვის ეს წელი განსაკუთრებული სიკეთის მომტანი არის წლის მეორე ნახევრიდან. პირველი სადღაც მოდეს თქვათ აპრილამდე განსაკუთრებულად რხევები შეიძლება იგრძნობოდეს, მეორე პერიოდი, მეორე ნაწილი წლის არის სიკეთის მომტანი. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ სწორ გზაზე ვართ, გადავრჩებით. არც იქით წავალთ, არც აქეთ წავალთ. ჩვენ ქვეყანაში ჩვენ თვითონ დავრჩებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი წლის მანძილზე იქნება ძალიან კარგი მომტანი. ზოგადად ითვლება კიდევ ერთ რაღაცას გასწავლით თქვენს მაყურებელს. თუ დავიწერთ მარცხენა ხელს, აი აქ 9-იანს, როცა სანამ შემოვა ახალი წელი, ან უკვე ძველით ახალი წლის მომენტში, ხო და ჩავიფიქრებთ სურვილს, აი სურვილი აგვისრულდება შემდეგი ახლა მითხარით ხავი საერთოდ ნახოთ 9-იანს. აი კალმით. და შესაბამისად აი აქ შეგვიძლია დავწეროთ 9-იანი. თუ მაგალითად ჩვენ გვაქვს 1-ზე მეტი სურვილი, მაშინ ვიწერთ 9-ჯერ 9-იანს, ანუ 9-900. ხო? 1 სურვილზე მეტი. 1 სურვილზე მეტი, მაშინ რამოდენიმე 9-იანი დაგვჭირდება. ზოგადად ესეთი კოდები ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ ფსიქიკამ დაიმახსოვროს, რომ ეს სურვილი ჩავიფიქრეთ. ეს არის უბრალოდ მისთვის სიგნალი დაიმახსოვრე. და ამით იმახსოვრებს. მე გისურვებთ კეთილდღეობას, წარმატებას, ბედნიერებას პერსონალურად გადაცემის მიმართულებით და
თქვენს მაყურებელს და მსმენელს ულოცავ ამ ჯადოსნურ პერიოდს და ვუსურვებ, რომ კეთილდღეობაში ცხოვრობდეთ. დიდი მადლობა და ჯანმრთელობა კიდევ გვესტუმრეთ რა. ან ჩვენ გესტუმრებით. ათი ჩვენ გესტუმრებით. ჩვენ გესტუმრებით. ძალიან ჩვენს მაყურებელს კი ერთი კვირით ვერ მშვიდობებით. დიდი მადლობა.